ყურადღებით მომისმინეთ. აი, ამ ვალენტინობა დღეს რაღა დროს ვარდები და კანფეტებია. კარგი. მაგას ჯობია ბატონ მიხეილ საგარელს მოусმინოთ კეთოსთან. თუ რა შეიძლება ვაშუქოთ ჩვენს რჩეულს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ყურადღება იწყება. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ჩვენ. ვალენტინობის დღე გვიახლოვდება, ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობის, სიყვარულის აღნიშვნის დღე. შესაბამისად, მე და კონტაქტ ჰოუმმა გადავწყვიტეთ თქვენთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა. მოვიწვიეთ ბატონი მიხეილ საგარელი, ყველასათვის საყვარელი და ვისთან თუ არა მასთან ვისაუბრებთ სიყვარულის დღეზე, წყვილებზე, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი პარტნიორი, ვის ვეწყობით ყველაზე კარგად და რა გაგვახარებს ამ დღეს. მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ. მადლობა თქვენ პირიქით და კარგებო, ესე იგი მე მინდა გითხრათ, შეგახსენოთ მოცარტი ყველამ ვიცით. მოცარტს ერთხელ საოცარი კითხვა დაუსვეს. როგორ ახერხებთ ეს გენიალური ნაწარმოების შექმნას? რა უპასუხა მან თუ იცით? ვიცი რომ ვარჩევ ისეთ ნოტებს, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი. ჩვენ როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის შესაძლებელი ნოტები? ასევე ზუსტად არჩევენ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ერთმანეთი. საოცარი ურთიერთგაგება აქვს და პირველივე დანახვით შეიძლება საოცარი სიყვარული გაღვივდეს. ანუ, აქედან გამომდინარე, სიყვარულის ასტროლოგია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ გინდათ არ გინდათ ფსიქოტიპთა ერთიანობა არსებობს, პლანეტა ვენერა არსებობს, რომელიც სწორედ სიყვარულის სიმბოლოა და აქედან გამომდინარე ერთი დღე არ გვაცხოვროს უფალმა სიყვარულის გარეშე, ხო? ეს თემა ყოველთვის აქტუალურია. მოდით დავიწყოთ ვერძით. როგორც ვიცი, ვერძი ლომს კარგად ეწყობა, ორივე არის ისეთი მეფური ნიშანი, იმპერატორული ნიშანი და საინტერესოა როგორია მათი თანაცხოვრება ერთმანეთთან, როგორ ეწყობიან ერთმანეთს და რა გაახარებდათ მათ ერთმანეთისგან. თან ბუნებას მივხედოთ. ბუნებაში არსებობს 4 სტიქია, ხო? ვერძი და ლომი ეს არის ცეცხლის სტიქიის ორი წარმომადგენელი. ცეცხლის სტიქიის ორი წარმომადგენელი ერთმანეთს ძალიან იზიდავს, იმიტომ რომ მსგავსი ფსიქოტიპი აქვს, ორივე გონება მახვილი, ორივე აქტიურია, ორივე ენერგიულია, ორივეს უყვარს ლიდერობა, ხელმძღვანელობა, ხო, ორივე ოპტიმისტია ბუნებით და ლომი საერთოდ ითვლება ასტროლოგიაში როგორც სიმბოლო სიყვარულისა. ხო, აქედან გამომდინარე, შემოკარგებო, ეს ორი ნიშანი, რადგან მეფურია და უყვართ ყველაფერი საუკეთესო, მათ მანქანაც უნდა საუკეთესო კონდეთ. ტანსაცმელიც საუკეთესო, მეორე, მესამე კატეგორია ამ ორ ნიშანს კახა, ყველას გვიყვარს საუკეთესო, მაგრამ ამ ორ ნიშანს კატეგორიულად არ აწყობს და ვერ მიიღებს ვერაფრით. აი მაგალითად ლომი ქალი ისეთია, მანქანაში ჯერ მას უნდა გაუღო კარები, ჯერ ის ჩასვა, ასეთივე ვერძია, შეგვიძლია ლომს ეს განსაკუთრებით მე მიუხურო კარები და ამასაც აქცევს დიდ ყურადღებას, ამიტომ ეს განსაკუთრებული ნიშნები არიან. სხვა შორის, კარგად უგებენ ასევე მშვილდოსანს, მესამე ნიშანია ცეცხლის სტიქიისა, მაგრამ ერთმანეთთან აქვს ფანტასტიკური ურთიერთობა. მართალია ზოგჯერ ახლა მოხდით ძალაუფლებასთან დაკავშირებული პატარა კამათი, მაგრამ ამას ახლა მეფეები კარგად ინაწილებენ და აქედან გამომდინარე იდეალური წყვილია, შეიძლება ესე ითქვას, და რას უკვე უყვართ ყველაფერი საუკეთესო, მათ შორის. დაუშვათ ახლა რა არის გამომხატველი ერთ-ერთი თქვენი განსაკუთრებული ერთმანეთთან დამოკიდებულებისა, ხო? რასაკვირველია რაღაც საჩუქარი. აი ლომს და ვერძს არანორმალურად უყვართ საჩუქრები, როცა ამ გზით მათ პერსონას პატივს ცემენ და ამით კიდევ სიყვარულის ერთ სიმბოლოს გამოხატავენ. და აი სხვა შორის აი როგორ წარმოგიდგენია, აბა მაგალითად ამ ორ მეფურ ნიშანს. რა საჩუქარი შეიძლება მიართვა ისეთი, რომ მათი აღფრთოვანება გამოიწვია? რადგან თქვენ ახსენეთ პრემიუმ ბრენდების სიყვარული მათი მხრიდან, ვფიქრობ, რომ კონტაქტ ჰოუმის მაღაზიაში რო შევახედოთ ლომი და ვერძი, აირჩევდნენ აუცილებლად პრემიუმ ბრენდს, ლაურა სტარს, რომელიც არის შვეიცარიული და პროდუქტი რომ შევარჩიოთ, მოდი, რადგან უყვართ ისეთი ალბათ ბრენდული სამოსიც უყვართ, ხო? პირველ რიგში. საუკეთესო ნაჭერი უნდა იყოს, საუკეთესო შეკერილი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ორთქლის გენერატორი ლაურა სტარის იქნებოდა ჩემი აზრით გენიალური საჩუქარი მათთვის, იმიტომ რომ არაზიანებს ამ ტექსტურას, იდეალურად ასუფთავებს, ნაზგსოვილს ტოვებს და მგონია რომ ძალიან მოეწონებოდა. მათ შორის აი საზოგადოებაში ნახო, ყოველთვის გამოარჩევ. დაპიწყინებულები, ხო? ეს არის ლომი და ვერძი, ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ გარეგნულ სისუფთავეში, ყველაზე ელეგანტურ ტანსაცმელში და იმ ტანსაცმელს რა უნდა?
კაი დაუთავება და კარგი მოვლა, ხო? მშვენიერი ბრენდი. იდეალურად მოწესრიგებული ექნებოდათ მათი საყვარელი სამოსი. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. მოდი გადავინაცვლოთ სასწორზე. მე მაინტერესებს სასწორს რა უყვარს ყველაზე მეტად და ვისგან რა თქმა უნდა. სასწორი ეს ესთეტიკა, ეს ეთიკა, ეს სილამაზეა, მას მართავს პლანეტა ვენერა, სილამაზის მართველი პლანეტა, ხო? სურნელებასაც კი აქცევს საოცარ ყურადღებას, არომათერაპიის მეფეა. მოდი ესე თქვა და ყველაზე დიდი შემოქმედები ტრადიციულად სასწორის ნიშნით იბადებიან, პოეტური ნიშანია საოცრად და სილამაზის სამეულში შედის. ესეთ ანუ ყველაფერი ლამაზი უყვარს არაჩვეულებრივი, ხო? აქედან გამომდინარე, სასწორი ძალიან კარგად უგებს, მაგალითად ისეთ ნიშნებს, როგორიც არის ჰაერისტიკის, თვითონ არის ჰაერისტიკია. და ამიტომ მაგალითად მერწყულს მშვენივრად უგებს, ტყუპებთან გადასარევი ურთიერთობა, ინტელექტუალური ერთიანობა, კომუნიკაცია არნახული, სამივეს უყვარს მოგზაურობა, მგზავრობა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ჭორი იქნება თუ საინტერესო წიგნი იქნება თუ რაღაც სხვა რაც შეიძლება მეტი, იმიტომ რომ მათი გონება 24 საათი მუშა მდგომარეობაშია და ამიტომ ეს კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება, გადაცემა ეს მათთვის ამშვენებავი და რას თორეა კომფორტი. აი ვინ არის კომფორტის გინდა მეფე დავარქვათ, გინდა მონა. ყველაზე მეტად უყვართ კომფორტი, მაგრამ აქცევენ ძალიან დიდ თუ კომფორტი არ აქვს, ჩათვალე რომ ეს ნიშანი არც სიყვარულში ვარგებს, არც საქმეში. მაგრამ აი ესეთ ნიშნებთან, როგორიც არის მერწყული და ტყუპები, საოცარი ერთიანობა აქვს და კომფორტულ ვითარებაში ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს. აბა ახლა შენ გამოიცანი. აი ამ დახასიათებიდან გამომდინარე, მაგალითად, რა იქნებოდა მისთვის მისაღები? აი შენ რომ აჩუქო, რას აჩუქებდი? მე ბევრ სასწორს ვიცნობ სხვათა შორის და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რადგან ასე ძალიან უყვართ არომატები, ესთეტიკა, ხარისხი და კომფორტი, მათთვის იდეალური არჩევანი იქნებოდა იტალიური ბრენდი DeLonghi ყავის აპარატი. მგონია რომ ძალიან მაგრამ შენ იცოდი რომ იტალიას მართავს სასწორი? მართლა? აი გამიცოდი. აბა, ხელოვნება, მუსიკა, ოპერა, საიდან? სასწორი? მე ხო თევზები ვარ და კარგი ინტუიცია მაქვს და შესაბამისად მივუსადაგე სწორად ალბათ. გადასარევია DeLonghi. კი ბატონო, DeLonghi-ის ყავის აპარატი ისეთია, რომ ცივსაც ამზადებს, ცხელსაც ამზადებს, 20-ზე მეტი რეცეპტია, რა თქმა უნდა, კონტაქტ ჰოუმში შევხვდებით და მგონია რომ იდეალური არჩევანია, იმიტომ რომ ყოველ დილას უფრო ლამაზ ხდის. მე პირადად რამდენიმე თვეა ეს აპარატი მაქვს და ყოველი დილა ხდება უფრო ხალისიანი, რაღაცნაირად გიხარია რომ ადგე, იმიტომ რომ რიტუალური ნაწილი არის ეს ყავის ამბავი. წარმოიდგინე ეს სურნელი რო წამოვა ყავის, თვალებს რო დახუჭავს ეს ჩვენი სასწორი. რა განცხრომაში? არომათერაპია არის ფაქტობრივად, ხო? სხვათა შორის მე და ბრედ პიტს გვაქვს ერთი და იგივე ყავის აპარატი DeLonghi-ის. შვენიერი არჩევანი. და ის აურა რაც მისი რეკლამიდან მოდის ძალიან მომწონს. ანუ თქვენ შეგიძლიათ რომ სახლში გქონდეთ ყველაზე საუკეთესო კაფე შექმნილი, იმიტომ რომ როცა ეს აპარატი გაქვს, გარეთ უბრალოდ აღარ მოგწონს არანაირი ყავა. DeLonghi, არდა გავიწყდეთ. ახლა მოდით გადავინაცვლოთ, მორიელი არ დავჩაგროთ. მორიელი როგორია? სექსის მეფეა. მართლა? თავისთავად, აბა, აღიარებული ასტროლოგიაში თავისთავად, ხო? ეხლა მოდი ეს თქვა, არნახული ენერგია, მებრძოლი სულისკვეთება, უშიშარი ხასიათი, ხო? ეს ის ნიშანია, რომელიც ორგანიზატორია, ლიდერია, სასწაულაძლიერი ინტუიცია აქვს, ხო? და სხვა ჩვენს მინდა გითხრა, რომ ეს ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც ძალიან მოწონს ინტელექტუალური თამაშებიდან დაწყებული, მაგალითად ტელევიზორები დამთავრებული, ამით უმეტეს თუ ტელევიზორში მან ნახა რაღაცა ისტორიული ფილმები, ან რაღაცა სამეცნიერო ესეთი სფეროები, მრავალფეროვანი ნიშანი. მოდი ესე თქვა, აი სამხედრო საქმიდან დაწყებული, ხო? დამთავრებული თუ გინდა ხელოვნებით, თუ გინდა საინჟინრო სფეროთი, ყველაფერში ძალიან კარგია. ყველაზე კარგად ვისუგებს სიყვარული, ჩემოკარგებო. მორიელი სიყვარული როგორია, იცი, საოცრად ერთგულია, თუ შეიყვარა ვინმე ცხოვრების ბოლომდე. აი ესეთია. მაგრამ ეხლა მოდი ამშვიდ ვისუგებს განსაკუთრებით კარგად, წყლის სტიქია უკვე. ანუ წყლის სტიქიის ნიშნებს კირჩხიბს და თევზებს. ეს სამეული არის არნახული დუეტი. და ეხლა მithumetes სამივე არის ტრადიციონალისტი. ძალიან უყვართ ეხლა ოჯახური გარემო და ასე შემდგომ და ეხლა უცებ წარმოიდგინე ეს სამივე რომ დასხდება მაგალითად სახლში, ხო? აი საჩუქრის ფორმით ეხლა რომ მოიფიქროს, გინდა კირჩხიბმა, გინდა თევზებმა, შენ ხარ თევზები, ხო?
აი კენა გამომდინარე რომ ხასიათი აქვს ძლიერი, მეუმარია, მებრძოლია, ძალიან ინტელექტუალურად საინტერესო ფართო სპექტრი აქვს ცნობიერებისა. აი მაგალითად რო წარმოგიდგენია აი სახშია. რა კონდეს რაღაცა საჩუქარი. აი რომელი საჩუქარი ესეუნებოდა განსაკუთრებით როგორ წარმოიდგენია? მე მგონია რომ სახლური ატმოსფეროსთვის იქიდან გამომდინარე რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანია და უფრო უყვარს ეს სახლური გარემო და ტელევიზორი ახსენეთ თქვენ. ტელევიზორი ახსენეთ, თან თამაშები ახსენეთ და თამაშ გეიმინგისთვის ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს დიდ ტელევიზორს. შესაბამისად, ჩემი აზრით LG TV-s OLED გამოსახულების ტელევიზორი იქნება მისთვის იდეალური, იმიტომ რომ ეს არის ისეთი ტელევიზორი, რომლის თითოეული პიქსელი ანათებს და ესე მუშაობს და გაქვს საშუალება რომ ჩაიძირო თავიდან ბოლომდე ამ ეკრანში. მინდა გითხრა რომ აი მის გარდა რას თქვი, ძალიან მუშა ტელევიზორია. აი დიდხანს მუშაობს და ძალიან კარგად და იქნება ერთ-ერთ ყველაზე LG-ს ეს გამოარჩევს. წარმოვიდგენე ახლა მორიელი რა დღეში იქნება ამ ტელევიზორთან დაკავშირებით, რა თამაშები და რა საინტერესო გადაცემების მნახველი იქნება. ხო შეიძლება რომანტიული გარემოც მოაწყოს. გურარა. და ისე უყუროს კინოთეატრი. ზოგჯერ უყვარს რომანტიკა, მაგრამ მაინც მეომარია. ეს გახსოვს პირველ რიგში მორიელი არის ძლიერი ნიშანი. საწყოზე რთული საკითხებია გადასაწყვეტი, იქ უნდა გავუშვა მორიელი. ყველაფერს გადასარევად გააკეთოს. მშვილდოსანზე რო გადავიდეთ, მშვილდოსანზე ყოველთვის მახსენდება თქვენი სიტყვები, რომ აი მიზანში რო არ ტყავს ისეთია. აი როგორ შეიძლება ეს გავავრცოთ სიყვარულს? მე რაღაცებს ვსწავლობ ხოლმე ცალკეულ ნიშნებისგან და დაამშველის. ამაგად მშვილდოსანმა მასწავლა ოპტიმიზმი. რაც უნდა პრობლემა იყოს, ყოველთვის ოპტიმისტური ნიშანი, ყოველთვის ამბობ რა მოხდა, მე ყოველთვის კარგად იქნება. ცეცხლისტიკია, ამიტომაც უგებს ლომს და ვერც და თუ იმათ რაღაცა პრობლემა შეექმნათ, ეს ყოველთვის აქედან შეუძახებს. მე რა აწვიოთ თავები, ყველაფერი კარგად იქნება. ეს მათია და ძალიან გვეხმარება, სხვა შორის განწყობის თეორია ეს სწორედ მოტანილია მშვილდოსნის მიერ შექმნილია იდეაში. და მშვილდოსანი ეს არის ძალიან მხიარული. არნახულად უყვარს მგზავრობა, მოგზაურობა, მრავალფეროვანი ინტელექტუალური მონაცემები აქვს და მშვილდოსანი არის ერთ-ერთი ნიშანი, რომელთაც არ გაგიჭირდება, რაც გინდა აჩუქე. მოდეს თქვა, წიგნიდან დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული, ხო? აბსოლუტურად ყველაფერს მოერგება, ყველაფერი დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. მე არც მახსოვს ეხლა რომ მშვილდოსანს რაღაცა საჩუქარი არ გამოიყენებინა. გინდა კოსმეტიკა, გინდა პარფუმერია, გინდა ტექნიკა, ნებისმიერ სფეროში და სხვა შორის აი ლომთან და მოდეს თქვა ვერსთან ყველაზე კარგად გზნობს თავს. თუმცა მინდა გითხრა რომ სასწორთანაც და მერწყულთანაც ძალიან კარგად იგებს საერთო ენას ძალიან კარგად იჭერს. ამიტომ ეს ყველაზე ესეთი წყვილებია, ვისთანაც მას ძალიან უყვარს ყოფნა. თან ეს ნიშანი დინამიურია, ესეთი აქტიურია და ხიარულია. არასოდეს არ მოიწყენთ ამ ნიშანთან. აი ახლა კიდე გამომდინარე ჩვენ ახლა ვთქვით, აბაშიანი აზრით, რა საჩუქარი მოეწონებოდა მას. ერთი კითხვა რო დაგიმატოთ შეიძლება. თქვენ ახსენეთ რომ მოგზაურობა უყვართ. ჯანმრთელი ცხოვრების წესთან როგორ არიან? მოდი ახლა ესე ვთქვათ რომ სპორტს მაგალითად ასტროლოგიაში მართავს სწორედ მშვილდოსანი. ამიტომ ყველა სახის სპორტული ტრენაჟორები იქნება, დაწესებულებები იქნება, სპორტული ღონისძიებები, ეს არის სწორედ მშვილდოსნის და განსხვავებით ჩვენ როცა პირად რუკას ვქნით, პირველში როცა მეკითხები ამ მშობლები რომ აი რა სიტყვით ბავშვი სპორტზე შევიყვანო, პირველში ამას უყურებ. მშვილდოსნის ზოდიაქო როგორ აქვს, რა პლანეტებით აქვს დახუნძლული, რამდენად ეს მისცემს მას წარმატებას და არა და რამდენად მონაცემები აქვს სპორტში. ამიტომ სპორტი და მშვილდოსანი სინონიმებია. აი დამიდასტურეთ ჩემი ვარაუდი, იმიტომ რომ მგონია რომ იდეალური არჩევანი შევარჩიე. ნუტრიბულეტის პერსონალური ბლენდერი. მე მგონი იდეალურია, იმიტომ რომ მშვილდოსნის ცხოვრების წესს ძალიან კარგად დაემთხვევა. გაჯერებული ვიტამინებით მდიდარი სასმელი შეუძლია მოიმზადოს თავისი ვარჯიშის გზაზეც მოგზაურობის გზაზე არაფერი არ არის. კი, მეგონი იდეალურია. თან შეიძლება არ მარტო სპორტში გამოიყენოს, არამედ მაგალითად, რადგან უყვარს გზავრობა, მოგზაურობა, ხა მე თუმცა თუ ბლენდერი დავშა ძალიან დიდი არ არის, თან შეიძლება წაიღოს და იქაც ჩვენივრად მიირთვას გადასარევ მისთვის საჭირო საკვები პროდუქტები. გამოიყენოს. სწორედ ესეთი ხელსაყრელია ნუტრიბულეტის პერსონალური ბლენდერი. შესაბამისად, მე მგონი კარგად შევარჩიეთ. აბა კირჩხიბისკენაც გადავიდეთ ხლოდ. კირჩხიბი აი ჩვენი წამყვანი დღევანდელი დუტა აგერ ბატონი კირჩხიბია. ნუ ეხა კირჩხიბი იცი რა ეს ნიშანია, რომელიც
ზეემოციურია, ზნობი არია, საოცრად ინტუიციურია, ოჯახის ნიშანია, ტრადიციონალისტია, სამშობლოს დიდი პატრიოტია, წყლის სტიქია და ამიტომ კარგად გზნობს თავს მორიელთან და თევზებთან. ეს სამეული და თან ახლა ჩვენ აღვიშვეთ რომ ოჯახის ნიშანია, ძალიან უყვარს ოჯახის გარემო. და სახლში შეუნდა შექმნას ყოველთვის ლამაზი დიზაინი, რაღაც სილამაზე უნდა შექმნას და პლუს კიდევ კულინარული ნიშანი. მოდი ესეც აღვიშვოთ, ხო? ეხლა ყველას ვეუბნები ჩემ ნაცნობებს, მაგალითად კერჩხიბებს, რომ კერჩხიბებო, მშივრები არ გამოხვიდეთ გარეთ. თორე ძალიან ნერვიულები ხდებით, ხო? ეს მომენტის მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს არის ესთეტი, ეს არის ბრწყინვალე ლიტერატურა, ეს არის ნიშანი, რომელიც ამასთან ერთად ჩვენ გვაძლევს არნახულ სიყვარულს. სიყვარულის ერთ-ერთი სიმბოლოა. და ამიტომ კერჩხიბი ეს ნიშანია, რომელსაც არნახულად უყვარს შვილები, არნახულად უყვარს ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, ერთ-ერთი სიმბოლოა სიყვარულისა და ამიტომ მოდი რა გითხრა, ხელოვნების ნიმუშიდან დაწყებული კულინარული რაღაცა რო აჩუქო, იგაზეც იქნება არნახულად ბედნიერი. ამიტომ მასაც მრავალფეროვანი სპექტრი აქვს ინტერესებისა და აი საინტერესო აბა რა შეურჩევდი შენ როგორც თევზები, შენთვის მონათესავე ნიშანს კერჩხიბს. იცით რა არის, მე კერჩხიბებს რო ვაკვირდები, რაღაცნაირი არახმაურიანი სილამაზე და შარმი აქვთ და ეხა როგორც ახსენეთ ესთეტიაო. თავის მოვლა უყვარს? ძალიან. აი დააკვირდი ხოლმე, იცი რა, კერჩხიბი რით გამოირჩევა? აი როცა მithumetes საზოგადოებაში ან სადმე, ხო? კერჩხიბს ყოველ დაინახავ ფეხსაცმელი უპრეალებს აუცილებლად. დაბრიოლინებული თმა ანუ თმას აქცევენ აუცილებლად, იმიტომ რომ მე აი ჩემი დაკვირვებიდან რო ვატყობ, ხშირად აი მინახავს, აი მაგათ შემოსულა გოგონა, ხო? საოცრად ლამაზად აქვს დაყენებული თმები. აი რომ მიკითხავს 10-დან 5 იყო კერჩხიბი. გესმის? და სულ მაინტერესებდა რომ აი რატო ესეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება ამისადმი და აი ეს ესთეტიზმი რომელიც მას მოყვება სასწორის მერე კერჩხები და კურვა ეს ორი განსაკუთრებული ესთეტი, რომელიც აქცევს ყურადღებას გარეგნობას, ხო? აბა, აქედან გამომდინარე რა შეურჩევ? აქედან გამომდინარე მე შევურჩევდი ძალიან პრაქტიკულ საჩუქარს, რომელსაც ძალიან მარტივად გამოიყენებს და გამოადგება ნამდვილად Philips-ის თმის სტაილერი. მე მგონი იდეალურია, იმიტომ რომ თმაც ახსენეთ თქვენ, თან იონიზაციის ფუნქცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თმა არის გლუვი და ბზინვარე. ანუ ამ იერსახეს ძალიან ლამაზ უნარჩუნებს თმას და ყოველდღიურობაში გადასარევად გამოიყენება. იონიზაცია მიკრობებსაც კლავს, მინდა გითხრა, ასე რომ დეზინფექციის ეფექტიც ექნება. შვენიერი და თან არაზიანებს თმას და ის გლუვი იერსახე დაყვება. გადასწორებით. ბედნიერები უნდა იყოს შემოკარგებო. მე მგონი იდეალური საჩუქარია თუ გყავთ კერჩხიბი. თან ახლა საუკეთესო წელიწადი აქვს წარმატების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ასე რომ აბა თქვენიც გალამაზდით. ვისაც ყავთ კერჩხიბი, აუცილებლად დაასაჩუქრეთ ამით. ჩემს საყვარელ ნიშანზე უნდა გადავიდე და ძალიან მიკერძოებული ვიქნები, იმიტომ რომ თევზებია ეს. ჩემს ნიშანთან მოვედი. ჩემს ნიშანთან მე მგონია, რომ ჩვენზე მოსიყვარულე და ჩვენზე მგრძნობიარე ადამიანი არ არსებობს. ხო და მიკერძოებული ვარ თუ ეგრე ამართვა. არა, გეთანხმები და ხშირად სწორედ უკიჟინებ თევზებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია. თქვენ ყველაზე ადამიანურები ხართ, ძალიან ემოციურები. პატარა სერიალზე ცრემლები მოგდით, ყველა გეცოდებათ, ხო? კარგია ეს, მაგრამ ცოტა ნაკლები, ხო? სულ მაგას გეუბნებით, იმიტომ მე იტანჯებით ამის შედეგად. მაგრამ ეხლა ადამიანმა რომ მითხრას, ეხლა რომ მკითხოს იდეალში, როგორი უნდა იყოს ადამიანი თავის ხასიათით. მე ვეთყოდი ალბათ თევზების საბოლოოდ, იმიტომ რომ ის გულმოწყალეობა, ის სიყვარული, ცოცხალი არსებისადმი, ვინც არ უნდა იყოს იგი. ძაღლია თუ ადამიანი არ აგმიშნო თევზებს რო აქვს, ეს სამაგალითოა, მინდა გითხრა. ქველმოქმედების ნიშანია, ხო? აქედან გამომდინარე, ზეინტუიციური, ყველაზე დიდი და ხშირი ჩემი სტუმრები და დიდი სულიერი ოსტატები, რელიგიის და რწმენის ნიშანი, ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის, ეს არის სწორედ თევზები, ხო? წყინვალე ექიმები. ეს ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ატყუბნაშია დახმარებისთვის, ხო? რაც არ უნდა უჭერდეს თვითონ. როგორც წყლის სტიქია, ძალიან კარგად უგებს კერჩხიბს და მორიელს, რატომ? იმიტომ რომ თევზები ზეემოციურია, ცოტა ზოგჯერ დეპრესიულია, ზემგრძნობიარეა და ამიტომ ესე ძლიერი ნიშნები, როგორც არის მის გვერდით თუ იდგება დაუშვათ კერჩხები და მორიელი, ის უფრო მშვიდად გრძნობს თავს და კარგად. სხვა შეს კუროს უგებს კარგად, იმიტომ რომ
ყურო ძალიან სტაბილურია და აი სტაბილურობა თევზებს ძალიან ჭირდება. ეს რაღაც შინაგანმა გაორებამ ზოგჯერ არიჩინოს თავი. მაგრამ თევზები პირველ რიგში ხელოვანია. უდიდესი ხელოვანი ადამიანები ამ ნიშნით. ძალიან კარგია პარფუმერულ კოსმეტიკურ სფეროში. ძალიან კარგია ტექნიკის სფეროში, სადაც არის რაღაც სილამაზის ფორმა, ხო? იმიტომ რომ ვენერა სილამაზის და სიყვარულის მმართველი პლანეტა, როცა თევზებს გადის, ვამბობთ ეგზალტაციაში. ძალიან კარგად თავლენს თავისთვისებებს, ხო? ერთ-ერთი სიყვარულის სიმბოლოა ის ნიშანია, რომელიც ასევე ნებისმიერ სილამაზეს აღიქვავს არნახულად და ძლიერად. ეს სულ ერთია. ტელევიზორი იქნება თუ დაუშვათ რაღაცა სხვა სფერო იქნება, სადაც მას შეუძლია რომ აი რაღაც სილამაზის კონტაქტში შევიდეს სილამაზესთან, ეს არნახულ ბედნიერებას აწვდის. საჭმლის მომზადება ეხლა ეგ ცალკეთება, ჩემო კარგი. მოდი ეხლა ავნიშნოთ, რომ არსებობს რამდენიმე გამორჩეული ნიშანი, საჭმლის მომზადებაში ყველა ძლიერი არ არის. ეხლა ტყუპები და საჭმლის მომზადება ისე შორსაა ერთმანეთისგან, როგორც აი რა გითხრა, მე და ეხლა ჩინეთის იმპერატორი. ეხლა სხვა საქმე რომ შეიძლება ჭირდება დაუშვათ ტყუპებს და აკეთებს. ეს სხვა თემაა. მაგრამ მადლი ხელში. ეს კიდე სხვა თემაა, ხო? აქ ჩვენ რამდენიმე გამორჩეული ნიშანი გვაქვს. რომც არ იცოდეს, აი სუპირველად რო გააკეთოს ეგრევე მიხვდებით. რა მადლი აქვს ხელში. ხო და აი მაგალითად ცხონებული ბებია ჩემი, ხო? თევზები, აი დღემდე ლაპარაკობენ ვისაც ახსოვს მის გაკეთებულს, იგივე ასწავლა შვილებს არცეც არ გამოსდეს. ხო? თუმცა იგივეა რეცეპტი. ამიტომ ამბობ სადაც საკვები პროდუქტებია, ხო? ეს მათთვის არნახული ფაქტორია, იმიტომ რომ თან ღიღინებს, თან ისე აკეთებს საჭმელს და ყოველთვის გამოსდის არნახულად კულინარიული ნიშანი, იქ შედის კირჩხიბი ასევე, იქ შედის ქალწული და იქ შედის სამეულში სწორედ თევზები. აბა, რა შეურჩია კიდე? საჩუქარზე პირადი გამოცდილებით, რომ თქვა, თევზების მხრიდან სიყვარული ხშირად ზრუნვის ფორმითაც გამოიხატება და საჭმლის მომზადება ჩვენი მხრიდან ხშირად ზრუნვის ფორმაც არის და სიყვარულის ძალიან ლამაზი გამოხატულება. შესაბამისად, მე მგონი ძალიან კარგი იქნება, რომ თევზებს თუ გვექნება Panasonic-ის ბლენდერი, რომელიც ცივსაც ამზადებს, ცხელსაც ამზადებს, შეგვიძლია წვნიანიც მოგიმზადოთ, ცივი სმუზიც მოგიმზადოთ, პროტეინის შეიკიც მოვამზადოთ, მოკლედ ყველანაირად ისევ და ისევ თქვენ მოგხმარდებათ ჩვენს პარტნიორებს. ლაპარაკობ ლამის მე მზად ვარ უკვე მოვალ და აი Panasonic-ით მომიმზადებ დიდ პატივში. კი ბატონო, იმიტომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოღონდ და უკვე გათვისე ლამაზად საუბარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს ამ ბლენდერს, ასევე თვით წმენდის ფუნქციაც აქვს და ეს არის ჩვენთვის თევზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოვამზადებთ, ლამაზ სერვირებას გავაკეთებთ, მაგრამ აი მე უკვე აი იმ დასვრილ დალაგება ცოტა გვიჭირს. ხო და ეს თვითწმენდის ფუნქციაც მე მგონი იდეალურად ჩდება ჩვენს ხასიათში. ამიტომ Panasonic-ის ბლენდერი თევზებისთვის მე მგონი იდეალურია. შვენიერია, ძალიან მოგწონს. ტყუპებზე რას გვეტყვით? ტყუპები შემოკარგებო, ტვინი რო არ უჩერდება, არ ძღამე და არ დღეს სულ რომ მუშაობს და არნახული რაოდენობის, ასე ვთქვათ, საინტერესო იდეებია, გენერატორია ბრწყინვალედების, უმაღლესი ლოგიკური აზროვნება. ფრიად კომუნიკაციური, დიდი ლინგვისტების ნიშანი. ეს ხო ტყუპებია, ხო? ტყუპები რო არ ყავდეს, მოვიწყენდით ჩემო კარგო, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქია, ძალიან ისეთია, ხიარულია და რასთავარი ინტელექტუალი. მასთან ყოველთვის საინტერესოა საუბარი, იმიტომ რომ ფართო სპექტრი იცის ინფორმაცია. შეიძლება ხა რაღაც საკითხი ღრმად არ იცოდეს, მაგრამ 100 საკითხზე შეიძლება ისაუბრო. ტყუპები ჰაერისტიკია, ამიტომ ძალიან მოძრავია, ძალიან დინამიურია. ერთდაგივეობა მას არ უყვარს, მრავალფეროვნების დიდი მოყვარულია და გადასარევად უგებს ჰაერის ნიშნებს. იგივე სასწორს და იგივე მერწყულს. აი მათ აქვთ გადასარევი ტრიო. შვენივრად უგებენ ერთმანეთს და რასთავარი ხა რით შეიძლება მაგალითად შეატყო რო ტყუპებია. აი სადღაც მიდიხარ დაუშვათ ან ქუჩაში, ან სადღაც ხარ დაწესებულებაში, ან სადღაც არ იცნობთ ადამიანს, ხო? თუ დაინახავთ, რომ ეს ადამიანი რო იტყვიან რაღაცას აკეთებს ტელეფონში და არ ცილდა არ ახტება ირგვლივ აფერც. ან კომპიუტერია, ან გაჯეტია, ხო? და არის გენიოსი ამ სფეროში, ეს უნდა ვაღიარო. იმიტომ რომ ძალიან მაგრები არიან პროგრამულ სისტემებში. ან პროგრამისტებიც არიან ეს მათი ერთ-ერთი უსაყვარლესი ამბავი ტვინიც ასე აქვს მოწყობილი, რომ ძალიან ადვილად უგებენ პროგრამულ სისტემებში და თუ დაინახავთ, რომ ეს ადამიანი საერთოდ ვერ ამშვიდებს ირგვლივ რა ხდება.
მისი სამყარო აქ არის. გაჯეტები, მობილურები და შემდგომ, ხო? ეს ტრადიცია ტყუპებია. თუ თქვენს ეს გაინტერესებთ, თქვენი სიყვარული კიდე რაღაც მობილურ გაჯეტური გამოვა. აი ესეც თავისებურ ელფერს მისცემს ამ ურთიერთობებს. მაშინ ტყუპები რო შეახედო კონტაქტ ჰოუმის მაღაზიაში, თუ დაინახავს MSI-ის Modern 15 notebooks, რომელიც ზუსტად იმ დინამიკას ტაივანური პრემიუმ ბრენდია. Ну, Тайваნის საუკეთესო პროდუქციას უშვებს ბრენდია და აბსოლუტურად შეუძლია რომ აყვეს ამ პროგრამულ სისწრაფეს, რაც ტყუპების ხასიათში შეიძლება იყოს. და იდეალურია მე მგონი მათთვის. მგონია რომ ამას უყურადღებოთ ვერც ერთი ტყუპი ვერ დატოვებს. საჩუქარს რას გავუგეთ თუ თქვენ ტყუპები ყავთ შეყვარებული რაღაცა ისეთი რაც კომუნიკაციასთან არის დაკავშირებული ეს ერთ-ერთი სწორედ საკომუნიკაციო სფეროა. თავიდან შეუყვარდებით. ბატონო მიშა, მერწყულზე რას გვეტყვით? ვინ და რა უყვარს მერწყულს? სიახლეები, რეფორმები, ეს მათია. მათი ტვინით სამუშაობს. ყველა თანამედროვე ტექნოლოგია მის შექმნილია. ბაჩოს კომპიუტერული პროგრამული სისტემები და უჩვეულოა. შეიძლება უცებ კონექტს დააღვოს რძე. შაკეტი უგულმა ჩაიცვას, რას იწავს მეორე წუთს კაცმარიც. 5 წლით გვისწრებს ზოგად საკაცობრიო აზროვნები. დღეს რასაც ფიქრობს, 5 წლის მერე გავიგებ დანარჩენები, ხო? ამიტომ ყველაფერი არაჩვეულებრივი, რაც ამ ნიშანს უკავშირდება. მხოლოდ ესეთი. სხვა შორის მინდა ვითხრა რომ არც ადვილი საპოვნელია ესეთი საჩუქრები, იმიტომ რომ მე მყავს მერწყული და თავსატეხი ვაქვს, როცა დაუშვათ თუნდაც მისი დაბადების დღე, უნდა ხა სასწავლო პარტნიორი არ არის ჩემი, მაგრამ მეგობარია და როცა რაღაცა უნდა უყიდო, ნუ მე ხო ვიცი ახლა ჩაოლებრივი ტრაფარეტი მისთვის არ წავა. მე დაგეხმარებით. აბა გისმენ. კონტაქტ ჰოუმში არის ბრენდი დრიმი, რომელსაც აქვს ჭკვიანი სახლის ტექნიკა. წარმოიდგინეთ, თუ ასე უყვარს მას ინოვაცია, მაშინ რა იქნება მისთვის იმაზე უკეთესი საჩუქარი, ვიდრე მაგალითად ჭკვიანი მტვერსასრუტი დრიმისგან. ეს რო დადის და რო საუბრობს და მღერის და მუსიკა რო ის არის. თავის თავზე იღებს გადამრია ჩემს იმ ზუსტად იმ მეგობართან. ღამე დავჭი ერთხელ და ღამე დაიწყო ვიღაცამ საუბარი, კაცო. გადავირი ეკშიში წამოხტი რა შეასაგვე, მე მეთქვა დაწყნარდი ეს ხა და მოივლის ვაკაურობასო და მე დაამთავრე. ანუ ძალიან სწორად მიუსადაგეთ. რა კარგია, კაცო, ეს არის მათი კი, ძალიან ბედნიერი იქნება. ძალიან კარგი. ეს ბრენდი არის სწორედ ასეთი ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ინოვაცია. კურო? აგერ ვარ ბატონო, კურო. კონსერვატორია, ტრადიციონალისტია, უყვარს სიმშვიდე, უყვარს სტაბილურობა, ქაოსი, ზედმე დინამიკა, ხმაური ეს, მშვილდოს ან დაუშვათ ტყუპების ელემენტები ნაკლებად, უნდა მყარად იჯდეს, კარგი სავარძელი უნდა ქონდეს, კომფორტი უყვარს მასაც და კუროს ზედმეტ მოძრაობას ერიდება საერთოდ. ამიტომაც უთომ სუქანი ხოლმე ტრადიციულად. ეს ნიშანი, კაი ჭამას მაგი ბატონო, კომფორტი და თუ კარგი წიგნი ან კარგი ტელევიზორი, ან რაღაცა ისეთ სადაც მაგათ მე უყვარს ტელევიზორში კარგი ფილმები, კაი კონცერტები, მუსიკა, ან დაუშვათ თუნდაც რაღაც მოგზაურობა ეგზოტე. კუროს სიაუნები დაждდება, აქ დაიდებს ხო გეტყვი. ნამცხრებს ან რაღაც კაი საკვებს და თან უნდა მიირთვას, თან და ესთეტიური სიაუნება მიიღოს იმისგან, რასაც უყურებს. ამიტომ დიდი ეკრანი აქვს ხოლმე ტრადიციულად სახლში და სიაუნებას სიაუნებით უყურებენ ამას. მათ შორის ნინდა ერთი რამ გითხრა, რომ მე როგორც კუროს არ ვიცი ახლა, იცი რა, დავადგინე ერთი პერიოდი მუშაობდი მაგაზე და გავარკვიე, რომ თურმე არსებობს ერთ-ერთი ფირმა, მათ შორის იაპონური, რომელიც ასევე კუროს დაბადებულია კუროს ზოდიაქოს ნიშნით. მართლა? ხო და მე არ ვიცოდი ახლა რატომ მქონდა მე მაინც მიდრეკილება ერთი განსაკუთრებული ფირმისა და მაცივარიც ამ ფირმის მაქვს, ტელევიზორიც ამ ფირმის მაქვს და ბევრი სხვა რა. აბა თუ გამოიცნობ რა ფირმა ეს? ვეჭვობ Toshiba TV არის. იაპონური პრემიუმ კლასის ბრენდი. ჩემთან აყოფი ხარ მე მგონი. არა, მაგრამ მივხვდი, იმიტომ რომ თან 85 ინჩიანი ტელევიზორი წარმოიდგინეთ, 85 ინჩიანი ტელევიზორი რამხელა, ურო რომ მოკალათდება კომფორტულად თავის მოსასვენებელ ოთახში 85 ინჩიანი ტელევიზორის წინ. როგორი იდილია ექნება. გადასარევი. ძალიან კარგი თქვენთვისაც შერჩეულია, მოკლედ იდეალური. ისედაც მაგ მაცივარი რაღაცები, მაგ კი არა, საწერი კალამიც კი Toshiba-ს ქონდა თავი დროზე. თხის რქაზე რას გვეტყვით? ძალიან სერიოზული ნიშანი. თხის რქა რო გააცინო, ძალიან დიდი ძალისხმევა გმართებს, იმიტომ რომ იუმორსაც სერიოზულად უყურებს. არა სერიოზული არაფერი არ უყარს.
ყველაფერი უნდა კონდეს ხარისხიანი, გესმის? და უყვარს ოფისი ძალიან თავისი. მისთვის თავარი არის, ნუ ახლა ძალიან მშვენიერი ოჯახი, ტრადიცია, მაგრამ თავარი არის კარიერა. ამ ნიშნისთვის კარიერული განვითარება უმთავრესია და ახლა სხვაშორის კურო, ქალწული და თხისკა საუკეთესო სამეულია. სამივე მიწისტიქიას განეკუთვნება, მსგავსები არიან თვისებებით, ამიტომ სიყვარულშიც ძალიან სტაბილურები არიან. მათი სიყვარული ყოველთვის ტრადიციულად ცხოვრების ბოლომდე მიდის და ამასთან ერთად იცი როგორია პრაგმატული აზროვნება, როგორც კუროს, ასევე ქალწულს, ასევე თხისკას. ანუ რა, მათ უყვართ ისეთი ნივთი, რომელიც პრაქტიკულად გამოადგება. მარტო ეს ახლა შენ რო სურათი მიართვა, რაღაცა დაუშვათ თხისკას, იტყვის კი, კარგია, მაგრამ ეხა ეს დიდ არაფერს არ აძლევს, ხო? მას ურჩევნია ისეთი ნივთი, რომელიც აი პრაქტიკულად გამოადგება. მაგათ შეიძლება იყოს რაღაცა ტექნიკა, შეიძლება იყოს თუნდაც საათი, ან რაღაცა ისეთი, რასაც ის რეალურად გამოიყენებს საქმეში, მით უმეტეს ოფისში, თუ აქ საშუალება რო იქაც კონდეს, უზომოდ ბედნიერი იქნება. თქვენი საყვარელი ტოშიბას ბრენდის სარეცხის მანქანა რო ვაჩუქოთ? რომელიც დახვეწილია დიზაინითაც, არავითარი ნაკლი არ აქვს, არც იორთქლება, არც არანაირ ლაქას დაგიტოვებს, ყველანაირად იდეალურად მოგიწესრიგებს ჩვენს სამოს. რატო? იმიტომ რომ პრაგმატულია. ანუ მან უნდა იგრძნოს, რომ ეს რაღაცაში გამოადგება ცხოვრებაში, ხო? ამ შემთხვევაში დაუშვათ სისუფთავის სიმბოლოა, ხო? გადასარევია. აი ესეთი აბსტრაქციები მათ საქმე არ არის. თან მრავალი ათეული წელია, რაც სტაბილურობას ინარჩუნებს ეს ბრენდი თავისი ხარისხისას და დიდხანსაც ექნება და მე მგონი მის პრაქტიკულ ხასიათს მოეწონება. თუ ხარისხობს, არაფერს ვერ იტანს, ასე რომ ძალიან კარგი იქნება, ვაჩუქოთ. ქალწული უბრალოდ ცოტა დიდია, თუ ალბათ ზომით, ხო? და ეგ არის თორე სხვა პრობლემა არ არის. ქალწული დაგვრჩა. ქალწული ჩემო კარგებო, ეს არის პედანტიზმის და ბიუროკრატიის მეფე, მოდი ესე ყველა დეტალს ამშნობს. აბსოლუტურ ტექსტში აკლია მძიმე ის დაინახავს და გამოასწორებს, სხვა ვერ დაინახავს. ის დაინახავს. ანუ ქალწულს მე შემიძლია აბსოლუტურად ყველაფერი დავვალო. ვიცი რომ თხის ქალწული ეს ორი ყველაზე სანდო ნიშანი, ჩემთვის მაგალითად. და მოდი ამშვათ რომ ქალწული ძალიან კარგად უგებს თხისკას და კუროს. სიყვარული მათი არის ძალიან ერთგული, ძალიან სტაბილური და ძალიან სტაბილური ოჯახები ყავთ ტრადიციულად, ხო? ამიტომ სიყვარულშიც ქალწული როგორია, იცით, ცოტა პრაგმატულია. მოდი ახლა ესე ვთქვათ, ხო, ქალწულსაც ნაკლებად უყვარს აბსტრაქცია, მაგრამ აი ის რაც პრაქტიკულია, დაწყებული დაუშვათ თუნდაც ეგ სამზარეულოს ტექნიკიდან დაწყებული, დამთავრებული ტელევიზორებით, ან გინდა სარეცხი მანქანა იყოს, აი რაც ჩვენ ვთქვით, ან რაღაცა სხვა საკერავია, ნებისმიერ ისეთი რამ, რაც პრაქტიკულად გამოადგება მას და მის ოჯახს, აი აქ იქნება ძალიან ბედნიერი. როგორც მივხვდი, ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქარი არის წესრიგი. ამიტომ ტოშიბას ოღონდ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ვაჩუქოთ, მოდი ქალწულებს, იმიტომ რომ როგორც თქვით, ძალიან პედანტები არიან და არ დაუტოვებს არაფერს ჭურჭელზე. იდეალურად უნდა გავიყო ახლა სწორი, იმიტომ რომ მეუღლე მყავს ქალწული. ჩემო კარგო, ესე იგი უნდა ნახო რო აპრიალებს მე ამ ჩვენ თებშებს და იმეებს და აი ერთ იმას ვერ უპოვი რა, ყველაფერი ბზინავს. ეხლა ესე იგი ეს როგორ დაეხმარება ამ ამბავში და ყველაფერს როგორ დაუსუფთავებს და რა ბედნიერი იქნება. შეუმსუბუქებს საქმეს და ძალიან პრაქტიკულად, რომელსაც უყვარს ისუფთავე წესრიგი და იმასაც კი ხედავი რომ ფეხსაცმელი ოდნავ დაგესვარად, უკვე ეს აღიზიანებ. ჭარმედეც ჭურჭელი რო ექნება სუფთა. რა ბედნიერი იქნება. ჩემო კარგებო, სიყვარულთან ერთად ძალიან დიდი როლი აქვს კარგ საჩუქარს, რომელიც იქნება ასე მათთვის განსაკუთრებული სიავნების მომტანე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიშა, მგონია რომ დავეხმარეთ ჩვენს მაყურებლებს საჩუქრის შერჩევაში. აი ეს იყო ჩვენი გზამკვლევის სიყვარულის დღისთვის. იმედია რომ დაგეხმარეთ არჩევანის გაკეთებაში, რომ თქვენი საყვარელი ადამიანები გაახაროთ. ერთ კარგ სიახლესაც გეტყვით. კონტაქტ ჰოუმში დაგხვდებათ 50%-მდე ფასდაკლება და სხვა სიურპრიზებიც. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. წარმატებები ყველას პირველ რიგში უსურვოთ, კარგი საჩუქრები და უმთავრესი რა, დიდი სიყვარული. ნახვამდის.